შუა ისევ წარმოიშვა, გაკრეფილი შუა, ასე ვთქვათ, და წარმოიშვებიან რაღაც გარკვეული პოლიტიკური ძალები, რომლებიც რაღაც გარკვეულ ადგილს დაიჭერენ, გარკვეულ წილს მიიღებენ აი ამ პოლიტიკურ, ასე ვთქვათ, ნამცხვარში და თავისუფალი დემოკრატები, როგორც ჩანს, დიდ წილად წაიღებენ სწორედ ნაციონალური მოძრაობის, ასე ვთქვათ, როგორ გითხრათ, ესეთ კორექტირებულ ნაწილს, რომელიც მზად არ არის ექსტრემისტულ, ასე ვთქვათ, შეძახილებს გაყვეს და წავა უფრო კონსტრუქციული გზით თავისუფალი დემოკრატებისგან. და ამავე დროს შეიძლება წაიღოს სწორედ ოცნების ის ნაწილი, რომელიც განაწყენებული არიან ოცნებაზე, რაღაც გარკვეული მოსაზრებების გამო შეუსრულებელი დაპირებების, რომელზეც ბევრს ლაპარაკობენ ესე ოცნების გასაგებია, ანუ შესაძლოა ოცნებასაც დააკლოს. კარგით, ბატონ ზურაბ, ნახოთ პოლიტიკური ნამცხვარი გემრიელი იქნება თუ არა. ზურაბ ბიგვავა, დიდი მადლობა, მას იყო ჩვენი გადაცემის სტუმარი. ჯორჯ სოროსი საქართველოშია, ღია საზოგადოების ფონდების დამფუძნებელი, დღეს პრემიერ-მინისტრს შეხვდა. შეხვედრა მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა, მასალა პრემიერის პრესამსახურმა გაავრცელა. ჯორჯ სოროსი საქართველოს მისივე ფონდის 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით ეწვია. ჩემი ჩამოსვლის მთავარი მიზეზი საქართველოში ფონდის არსებობის 20 წლისთავის აღნიშვნაა. მე შევხვდი პრემიერ-მინისტრს, შევხვდები პრეზიდენტსაც. ასევე ვესაუბრე სტუდენტების ძალიან საინტერესო ჯგუფს, ასე რომ ეს იყო ძალიან კარგი ვიზიტი იმისათვის, რომ უკეთესად გავცნობოდი საქართველოში არსებულ სიტუაციას. დღესვე ჯორჯ სოროსი საქართველოს პრეზიდენტს შეხვდა. სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერების ხელშეწყობა, ეს იყო მათი საუბრის მთავარი თემა. შაბათის ქრონიკაში ისევ რეკლამის დროა, რეკლამის შემდეგ ფეხბურთით და სტუმრად რევაზ არველაძით ვბრუნდებით. მე როგორც რიგითი ქართველი კაცი, ოთის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები რა. დიდი მადლობა ყველას. თემურ ქესბაია დაპირების სამებრ წავიდა. მორიგი მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები წვრთნელის გარეშე დარჩა. ფეხბურთის ფედერაციის გენერალური მდივანი რევაზ არველაძე, შაბათის ქრონიკის სტუმარი. ხელით მაგაქვთ და მას მოცულობა აგლია? ინოვაცია შვარცკოპისაგან. გლისკური ჰიალურონი პლუს თმის შემავსებელი. ჰიალურონი აღადგენს თმის სტრუქტურას, აჯანსაღებს მას და ანიჭებს უზადო მოცულობას. თქვენი თმა 10 წლით უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება. მაკრატრის მაგივრად სცადეთ ახალი გლისკური ჰიალურონი პლუს თმის შემავსებელი. შვარცკოპი, პროფესიონალთა გამოცდილება თქვენი თმისათვის. როცა თავს გრძნობას ესუფთა და ლამაზად ვალდებული ხარ მოახდინო შთაბეჭდილება. სცადე ახალი და გაუმჯობესებული დისკრეტი, ახლა უკვე უფრო სუნთქვადი 12 საათამდე სისუფთავისთვის. შეიგრძენით სისუფთავე, რომელიც ჩანს, დისკრეტი. სარეცხი მანქანა, ბირპული, ფასი 699 ლარი. ნუ გადაიხდი ზედმეტს, ტექნობუმი. მორიგი შეხვედრა ან საუკეთესო საღამო. არაღიზიონაა მარკა, დრო გადის, ჩვენ არ ვიცვლებით. Grand Candy, თქვენი გემრიელი არჩევანი. შეიძინეთ ლიპტონის ნებისმიერი ჩაი და მოიგეთ 10 ნოუთბუქი, 40 ტაბლეტი, 80 აიპოდი და 1000ობით უგემრიელესი ლიპტონის ჩაი. ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებგვერდს ან დარეკეთ ხელხაზზე. მიირთვით ლიპტონი და მოიგეთ პრიზები. გამარჯობა, მე ბარნი ვარ. მე შენ იმდენ საინტერესო რამეს გაჩვენებ. შეხედე. რა მაგარია! ვაშა! ბისკვიტი ბარნი შეიცავს გემრიელ და სასარგებლო ინგრედიენტებს: ხორბალი, რძე და შოკოლადი. ბარნი თავგადასავლების პატარა მაძიებლებისთვის.
ახალ სიმპათიურ მეზობელს შეუძლია ყველაზე თავშეკავებული ქალბატონებიც კი ცნობის მოყვარენი გახადოს. ის სრულყოფილია, თეთროულსაც კი ფენს. რა საშინელებაა, ლაქები დაინახეთ? ამას ვერავიდან. ვფიქრობ დახმარება გჭირდებათ. მე ამ საღამოს უნაკლო უნდა ვყოფილიყავი. თქვენ სავექსი გჭირდებათ. ის ჩემთვის რეცხოში ნომერი პირველია და განუმეორებელი სურნელი აქვს. თან ყოველთვის ხელმისაწვდომია. ის უბრალოდ საუკეთესოა. სავექსი? ყოველ მხრივ საუკეთესო. ახალი ფასი 9.99 ლარი. ის შეიძლება მისიდაა. წელიწადში თქვენ ცხოვრებაში შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს, მაგრამ Samsung-ის მაცივარი ციფრული ინვერტორის წყალობით მთლიან პერიოდის განმავლობაში უნაკლოდ გემსახურებათ. კითქმის ყველა დაავადება დასაწყისშივე გვახსენებს თავს და მხოლოდ ღვიძლმა შესაძლოა არც კი გვამცნოს თავის შესახებ სერიოზული პრობლემების შემთხვევაშიც კი. არასწორმა კვებამ, ცუდმა ეკოლოგიურმა პირობებმა, ტოქსინებმა და ალკოჰოლმა, უმოძრაო ცხოვრების წესმა შესაძლოა ღვიძლის დაზიანება გამოიწვიოს. ესენციალი პროტეინი შეიცავს უმაღლეს დონეზე დასუფთავებულ ფოსფოლიპიდებს, რომლებიც თავსდებიან ღვიძლის დაზიანებული უჯრედების არეებში, განაპირობებენ მათ ბუნებრივ აღდგენას და მდგომარეობის გაუმჯობესებას. გამოყენებისას გაეცანით ინსტრუქციას, გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. Sanofi საფრანგეთი. Shakira Blendamet 3D White Luxისთვის. Shakira-ს ღიმილის მიღმა არის ახალი Blendamet 3D White Luxის კბილის პასტა. ის აცილებს 90%-მდე ზედაპირულ ლაქებს. უფრო თეთრი და უფრო ბრწყინვალე ღიმილისთვის მხოლოდ 5 დღეში და ის აძლიერებს ემალს. ასე რომ თქვენ ბრწყინავთ 3D White Luxის ღიმილით. აკეთე ის რაც გიყვარს და იბწყინე 3D White Luxის ღიმილით. შაბათის ქრონიკა პირდაპირ ეთერში ფეხბურთის თემით ბრუნდება. გუშინ საქართველოს ნაკრების მწვრთნელი დღეს ნაკრების რიგითი გულშემატკივარია. თემურ ქეცბაიამ პოლონეთთან მარცხის შემდეგ თანამდებობა დატოვა ზუსტად ისე, როგორც თამაშის წინ დაიბარა. ის ნაკრების მწვრთნელი 2009 წლიდან იყო. ნაკრების წარუმატებლობის გამო საყვედურობდნენ, ხელფას უთვლიდნენ, ჟურნალისტებთან სიფიცხისთვის აკრიტიკებდნენ. კონტრაქტის მიხედვით ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელს ევროპის 2016 წლის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულებამდე უნდა ემუშავა. ქეთი ფარცხალაძე მოგვიყვება, რა მაიძულა ის თანამდებობიდან წასულიყო. მარცხის გარდა ბუნებრივია. ცალსახად რთული საპასუხოა, თუმცა მოვლენებზე დაკვირვება აჩვენებს, რომ ერთის მხრივ დაგროვდა კრიტიკა უარყოფითი შეფასება მწვრთნელისა, რომელიც გარკვეულწილად პასუხისმგებელია იმ შედეგზე, რომელიც ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს აქვს. მეორეს მხრივ კი, როგორც თავად ქეცბაიამ განაცხადა, ლიმიტი ამოიწურა. ამ ვითარებაში მას მეტის გაკეთება არ შეუძლია. ვითარება კი მისივე სიტყვებით ისაა, რომ ქვეყანაში ფეხბურთზე არავინ ზრუნავს. ქეცბაიას მწვრთნელობის დასასრულზე საუბარი გაცილებით ადრე დაიწყო. საკითხი ფეხბურთის გულშემატკივრებმა მათ დასვეს ცალკეული განცხადებების გარდა სოციალურ ქსელში სპეციალური გვერდიც გაჩნდა. გადადგეს ან გაუშვან თემურ ქეცბაიამ. გვერდი გასული წლის ივნისში დაარეგისტრირდა. გადადგომის შესახებ ქეცბაია თავადაც საუბრობდა, თუმცა ბოლო კვირამდე ის ფიქრობდა, რომ შანსი ჯერ კიდევ იყო. შანსი იმისა, რომ ქართული ფეხბურთის მდგომარეობა გაუმჯობესდებოდა. ნახოთ მიმდინარე კვირის ქრონიკა. ქართული ფეხბურთი დასამარებულია ჩვენ ვიძახით გიბრალტარზე. რითი ვარ გიბრალტარზე უკეთესები ხალხო? კვირა მძიმე ორშაბათით დაიწყო. რატო ვარ აქ? ჩამომიყვანეთ ამ ქვეყანაში, სადაც ფეხბურთი იყო გაპარტახებული, დანგრეული, ხო? გამიწოდეთ დახმარების ხელი, ხო? დავტოვე ყველაფერი, ოჯახი, ფეხბურთი, სახლი, კარი და ჩამოვედით, ხო? საკუთარი მდგომარეობისა და ქართული ფეხბურთის ამგვარი შეფასების შემდეგ ვითარება კიდევ უფრო დამძიმდა ჟურნალისტებთან. ჟურნალისტები მოდიან, ინტრიგნები მოდიან ხალხო, იმიტომ კი არ მოდიან, რომ მართლა ფეხბურთს ხელი შეუწყო და ნაკრებს ხელი შეუწყო. რა პრობლემები შეუქმნა? იმაზე არიან ორიენტირებული. ქეცბაიასა და ჟურნალისტებს შორის დაპირისპირება ამ დღითა და შემთხვევით არ ამოწურულა. კითხვა: მწვრთნელის შეფასება იმის შესახებ, რომ გუნდს არ აქვს შანსი რიგ ქვეყნებთან მოგებისა, თამაშზე უარყოფითად ხომ არ აისახება, ქეცბაია გააღიზიანა. და რაღაცა დავლაპარაკები გადა. თქვენ ახლა ინტრიგა გაინტერესებდა, მე ინტრიგა არ მეინტერესებს, მან გადაცემა დატოვა. ეს 4 შაბათია. რამე ხომ არა გაქვს ჩვენ მიმართ სათქმელი, თუნდაც იმ დებატებიდან გამომდინარე, რაც ბოლო ორ გადაცემაში ვიხილეთ. არა, სათქმელი არაფერი არ მაქვს. პარასკევსკი ეროვნული ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია ჟურნალისტებმა დატოვეს.
პარალელურად თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი მწიფდებოდა. ჯერ თქვა, რომ მის სამწვრთნელო კარიერას საქართველოს პოლონეთის თამაშის შედეგი გადაწყვეტდა. მოგვიანებით კი პოსტის დატოვება უპირობოდ გადაწყვიტა. ვაკეთებდი ყველაფერს, სანამ რაც შემეძლო, ეს უკვე ლიმიტი არის. კეცბაიას ფინალურ თამაშზე სიმბოლურად გამართლდა მწვრთნელის შეფასება ქართული ფეხბურთის მძიმე მდგომარეობის შესახებ. პოლონეთთან საქართველოს 4-0 დამარცხდა. ეროვნული ნაკრების ბოლო 5-წლიანი ისტორიაც ასე დასრულდა. 13 მოგება, 20 მარცხი და 9 ფრე. კეცბაიას პერიოდშივე 2012 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში საქართველოს ბოლოს წინა მეხუთე ადგილი დაიკავა. ბოლოს წინა ადგილით დაასრულა ეროვნულმა ნაკრებმა 2014 წლის მსოფლიო შესარჩევი ციკლიც. საფეხბურთო ასოციაციათა საერთაშორისო ფედერაციის FIFA-ს რეიტინგში საქართველოს ნაკრები ამ დროისთვის 117 ადგილზეა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მწვრთნელის მუშაობის შეფასებასთან ერთად აქტუალური იყო მისი ხელფასის თემაც. მიმდინარე წელს შრომითი ანაზღაურება მას 30%-ით შეუმცირეს. კეცბაიასა და ნაკრების სამწვრთნელო შტაბის წლიური ხელფასი მანამ 2.520.000 შეადგენდა. თემურ კეცბაია საქართველოს ნაკრებს 5 წელი მწვრთნელობდა. ის მწვრთნელობის ხანგრძლივობითაც გამოირჩევა საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მწვრთნელთა შორის.